მაინე კარგი არ მჟერა. ნატა ხო გახსოვს ჩემი მეგობარი? კი როგორ არა? ხოდა ნატას მეჭედი დაიკარგა და სავარაუდოდ ვიღაცა მაიღო. ოღონ არ ვიცი ვინ. ეხლა მჭირდება სანდო ადამიანი, რომელიც ამას გამოიციებს. მათხოვე რა. შეხედე ვიზა ჩამიტეს გოგო. გამარჯობა. გამარჯობა. შემოვალ შენთან საქმე მაქვს. აუდან. ეგონა ბატონი რამაზიც იქნებოდა მოლაპარაკებაც. ბატონი რამაზი დღეიდან აღარ ფიგურირებს ამ საქმეში. ეხლა მე ვიქნებ. ძალიან კარგი. ხუთი კილო დამაკლებინა ზაფხულამდე. აუ, შენ კიდე ეს დიეტა დაიწყე? დაიწყე რა, ეხლა როდის მიმეყანია ბოლომდე და ხვეწები რა. გამარჯობა. გამარჯობა. კეთილანი არ არის კლინიკაში. იცი რა, არ ვიცი. არ გვინახავს და უჭოლი აქ იქნება, სადმე პაციენტს დასდევს. აჰა, ესე იგი. ისი სად არის მართლა კეთი? ტელეფონიც გამორთული აქ. არ ვიცი, არც მე არ მინახავს მართლა. კაბინეტი დაკეტილია. შაბათ-კვირას უნდა გაყოლა და მოცას თურქეთში რამე ხო არ მოხდა. კაი, რა უნდა მოხდარიყო? აგვიანებს ალბათ და მოვა რა. აშვებით გოგოებო. კეთი ხო არ გინახავს? უი, არა, მეც აქ უნდა მეკითხა, ეხლა გაუვარე და არიყო. არ არის, არა და ტელეფონიც გამორთულია. აი, დაურეკოთ მერე ხო. აი, კეთი მირეკავს. ხო, კეთი? ბაია, როგორ ხარ? სამსახურში ხარ? კი, აქ ვარ. შენ სად ხარ? მომისმინე აეროპორტში ჩავჭი, ახლა მოვფრინა. ხო მშვიდობაა? კი, ფრენა გადაიდო უბრალოდ და ვერ მოვახერხე მთელი ღამე რომ დამერეკა. კეთი, თვითონ გიკითხა. მართლა? აი, მე ვერ გავაფრთხილე ეგეთ. კაი, არა უშავს, ჩვენ გვეგონა რომ კლინიკაში იყავი და უთხარით რომ აქვე იქნება თქო და როდის ჩამოდიხარ შენ? დღეს 9 საათში ჩასხდომაა. უბრალოდ ვერ მოვასწრებ მოსვლას მგონი. კაი, მოკლედ ამის თქმა მინდოდა და ვინმე თუ მიკითხა უთხარი ხვალ ვნახო, კარგი? კაი, დროებით კეთი. რა ხდება? ესე იგი, ფრენა გადაიდო, მთელი დღე ინტერნეტს ვეძებდი და ვერსად ვერ დავიჭირეო მითხრა და თითოს გაფრთხილებაც ვერ მოვასწრებიო. დღეს მოდის უკვე. მასაც ეხა გაახსენდა რა კეთი რა. აუ, შემჭამეს რა დილიდან რა, კაი წავედი და გნახავთ საქმე. შენ არ მორჩი? წამურა ჩვენ. მე შევჭამ რა. სად ხარ შეჭი?
იცის ლევანმა რატომაც გავაცდინე რა. გამოცდა მაქვს დღეს და 13 სადინო მქონდა ეხლაც ბიბლიოთეკიდან მოვიდა. სად არის თაკო? არ მოშეგანა. აუ, თაკო არ გამახსენოთ. გუშინ 3 საათამდე ვიჯექით სამონტაჟში და დღეს დილით კიდე იქ წავიდა. როგორ უძლებს არ ვიცი. ძალიან მაინტერესებს რა გამო. რაც ვნახე კაია და კიდე დამრჩა რაღაცეებია და გაჩვენებთო. როდის მორჩება? არ ვიცი, ხვალ სამსახურში უნდა მიიტანოს და წესით დღეს დაამთავრებს. ყველა თუ მალე მორჩა დავლიოთ რა. ბიჭო დავლიოთ კი არა გორში უნდა წამოხვიდეთ რა. დეჟავი მაქვს. თან ძალიან ახვარი დეჟავი. და რა ხდება გორში? ბიჭო, თავსი კლავდაო ნინიო დედამისი დამოდგა გუშინ. ხადო? ასი ძახი. ვა, მაგრად ეხავს. მაგრამ შენ რა პონჩი უნდა ჩახვიდე? არ ვიცი დაელაპარაკეო რა. ყველა პონჩი უნდა წავიდე. წავუყევით რა. ბიჭო, კი არ მეშინია რამე, პროსტა გამოცდა მაქვს რა და ვერ გავაცდე. წინაზეც მაგის გამო გავაცდინე რა. კარეჩი მე ვერ მოვდი. კაი. იკა შენ? ხო, ამოვალ რა ვქნა აბას. კაი, მარტოები არ წახვიდეთ, ახლა დაგავიწყდათ რა გიქნას. ეხა სხვა ამბავია. ო, სხვა პონტია ვაფშე. მაშინ პანაშვიძე ვიყავით და თელიში დაკატლი ჩვენ გვირყავდა შეჭემა და ეხა ნუ თვითმკვლელის გრძნობების გასაიასნებლად მივდივართ და ხუი უზნეთ იქ რა მოხდება. აი გეყო რა. წავედით? გავდივართ უკვე? ო, რა წამო. აროჩე, რა წამო. აი, მალე ჩამოდით და სისულელეები არ გააკეთეთ ახლა. არა, უცებ მოვაყომარეთ და ჩამოდით. მოიცა მეც მოვდი. აბა მე მარტო რა ვაკეთო. რავი. თაკო რა შვები? სამონტაჟში ხარ? კაი, მოვალ. რა შევიდე? ვემზადები, გიო. ხოდა ძალიან კარგი. ცოტა ხანში გამოვიდა სადმე დავჭერ ჭამთ, ხო? სამსახურში მივდივარ. რა სამსახურში? ხო გითხარი, კაფეში. რა გაგიჭირდა კაფეში? აუ, რამდენჯერ აი, გითხრა. ცოტა ხანში დაგირეკე. გამოგოშტელა თქვენ, რა? აი, მოხდა რამე? ჯერ ერთი ხომ გითხარი რომ ახოს გარეშე არსად არ წახვიდე მეთქი. ეგრე გამოვიდა. რა გამოვიდა ეგრე რა? მე მეორეც. ვინ აწევს სამხედრო ტექნიკას? ამდენი ხნია თან ამ ფასად. დიდი ხნით, იმიტომ გავატანეთ რომ გეგონა უფრო მეტი მოგება დაგჭირდა. ბიჭო, ვიღაცას დაუტოვეთ ტექნიკა. აი იქ ირავებდნენ სხვები. და ორჯერ მეც გადაიხდნენ, გასაგებია? რა ვიცი, ხო. ჩვენ გეგონა რომ უფრო მეტი მოგება დაგჭირდა. ეს არის ბიზნესი და არ უნდა გეგონოს ყველაფერი ზუსტად უნდა კონდეს გათვლილი. რაც გითხარი ვახოს გარეშე არსად არ წახვიდე მეთქი. ზუსტად ვიცოდი ვახო რო იქ იქნებოდა, ზეთ სისულელეს არ გააკეთებდი. აი და ეხლა რა ხდება? არაფერი. 7000 დავკარგე დაახლოებით. მაგრამ კარგი ხა. რაც იყო, მორჩა იმას უკან არ დააბრუნე. მაგრამ შემდგომში ეგეთი გამოხტომები აღარ აქვს. აი შენ ძმაკაცებსაც უთხარი. აი ბატონო. ეხა საფრეს ვხედე. ნინო, შენი ლექცია რა? ო, ჩემი ლექცია გავჭირდა. რა გჭირს? საშინელი ვირუსია, კონიუნქტივიტი მაქვს. აუ, ეგრე საზიზღარი რაღაცა არის, მეც მქონდა ცოტა ხანი დავითანჯა. ხო, კარგი მკურნალობა ჭირდება, ერთი სული მოთხრადის მოურჩენ. როგორი დასწრება იყო შენთან? ჩემთან ამბობ დღეს აცდენენ.
არა, ჩემთან ყველა დადის. შუალედურებზე რა გააკეთე, რამდენი ვერსია უნდა იყოს? არა, არ შემდგენია ჯერ, მაგრამ გააჩინე ჯგუფს რა, თუ 20 ბავშვზე მეტია, ერთი 4 ვარიანტს მაინც ვაკეთებ. თინა არ შეხვედრია ჯერ? არა, მეწევდა? არა, უბრალოდ ეს ყველას ხდება და ახსენებს რა არ დავაიწყეთ ტესტზე. კარგი, მე თვითონ ნახავ. კარგი. წიგნები დამჭა ბუბიში. გაიახლოს. ვიცი რომ გარეცხე. დარწმუნებული ვარ, მაგრამ კარგად რო არ ამშრალებ ლაქები ემჩნევ. გავრეცხო. შენ რომ მოგიტანონ ეს ჭიქა მოგეწონება? დიახ, ხო? დიახ. ერთი წუთი დამელოდა. კარგად გაამშრალე. გამარჯობა. გამარჯობა. მოკლედ ხვდები ხო სათხარ? დიახ. როგორც ვიცი, ადრეც გიმუშავია და თებში როგორ დაიჭირო და ჩანგალი რომ მხარეს დადო გეცოდინე. კი, რა თქმა უნდა. 2 წელი მუშაობდი. ნუ მანამდე სხვადასხვა ადგილებშიც მუშაობდი და რაღაც გამოცდილება მაქვს. ძალიან კარგი. მოდი საქმეზე გადავიდეთ. სულ 8 მაგიდა გვაქვს. დღეს აი მორმაგიდას მოემსახურები შენ. კარგი. დასწრისთვის საკმარისია. მე რა ვნახოთ რას როგორ გააკეთებ. გახსოვს ხო რომ 2 კვირა გაქვს გამოსაცდელი ვადა? კი, რა თქმა უნდა, მახსოვს. ხო არ ვიცი, სად როგორ მუშაობდი შენ და იქ რა ხდებოდა, მაგრამ აქ კლიენტი მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა. თავიდან ყველა ესე ამბობთ, მაგრამ მე რატომღაც გავიწყდებათ. მოკლედ თუ გინდა რომ აქ იმუშაო, კლიენტი არ უნდა გააბრაზო. გასაგებია? გასაგებია. კარგი, წამოდი ახლა სტაფი გაგაცნო. თმა შეიკარე. უკაცრავად ეხლავე. ისინი კიდე უფრო ჯანზე მოსული. გამარჯობა. გამარჯობა. მთელი დღეა გელოდებით. აი, ხადით ოთახში და ილაპარაკეთ. ვიქნები. ადი რა? ვიქნები რა. ადი მეთქი. ლაპარაკობენ. ბაკო მართლა ძალიან მომენატრე.
როგორ ხარ ახლა? რავი უკეთ. მთელი დღეებია წევარ, მაგრამ რო გავიგე რომ შენ მოდიოდი ავდექი. კარგი, მოდი ახლა სერიოზულად დავილაპარაკოთ, კაი? სერიოზულად გელაპარაკები. მართლა ძალიან მომენატრე. და შენ რაც გააკეთე, ეგ რა იყო? რადა ძალიან რომ მიყვარხარ ის? სიყვარული და რაღაც წამლების დალევა რა შუაშია ერთმანეთთან. შენ თუ ჩემ გვერდზე არ იქნები, რა აზრი აქვს რამეს? ნინი, მომისმენე ახლა დაწყნარდი რა. არა, ვერ დავწყნარ. რებს ბაზრობ, ვაფშე ხვდები შენ? შალა. ესე ლაპარაკობს და მოდი შვილო, შენ აქ დაჯექი, მოდი. არა, ვიდგები, მაგ. მოჩურდი შვილი და ხო, მოჩურდი და. ვაკო მაშინ დამნაშავე ვიყავი, ვაღიარებ, მაგრამ შენი მეგობრების ლაპარაკი გავიგე, რომ ჩემთან დაშორებას აპირებდი და მეტი ვერაფერი ვერ მოვიფიქრე. ეგ რა შუაშია ახლა. მანამდე ხო ყველაფერი კარგად იყო, ყველაფერი გამოგვდიოდა. რა გამოგვდიოდა, ნინი, დაივიწყე ყველაფერი დამიჯერე რა. ვაკო მიყვარხარ, მართლა ძალიან მიყვარხარ. რა გიყვარვარ, ნინი, რა გიყვარვარ. რა ერთ წამ შემომხედე რა, შესაყვარებელი მე ვარ. ხო, კაი რა. და ვაფშე რამე რომ მოქსლო და მე რა უნდა მეკნა. გამოდიოდა რომ ჩემ გამოიკლავდი თავს. ისეთ სუწყეში ვარ, მშობლები სულ მეჩხუბებიან, ვერ მიტანენ. მაპატი გთხოვ, მაპატია რა. ო, კარგი, ახოს გამოუშვებ ეხლავე. ხო და დაელაპარაკეთ, ხო, მე ნუ გამრევთ. ო, კარგი. მიდი რა დაელაპარაკე რა. მე მაგათ ლაპარაკი არ შემიძლია. კი ბატონო, გავაბა. რამას თუ შემოვავი გასულტანთან. სალონში. ჰა? გაწვთხოვა. რა საქმე რამე? მომენტ. რაღაც ბეჭედი დაკარგულა რა. მოყარული გონი. თხოვა რომ კერძო დეტექტივი მოიყვანო რომ გავარკვიო რა ხდება. იცი რა ბეჭედი, რუსუდანის ბეჭედი დაიკარგა? არა, რუსუდანის არა, რუსუდანის მეგობრის ნატას. პოლიციაში ვერ დაიგეთ? არ უნდა დაჟიოტაჟი რა. შეიძლება ჩვენანი არ მოშდეს ვინმე. მე ვიცნობ ერთ პიროვნებას დაურეკე უკვე. ჩავთვალე საჭიროა შემთხვევით მეთქვა ეს ყველაფერი. ო, კარგია რომ მითხარი. ისა ის სანდო ტიპია? კი. მე მქონდა მაგასთან კიდე ადრე შეხება. ძალიან კარგი. ისე თვალე მაინც გეჭიროს რა, თუ რამე პრობლემა იქნება, მითხარი. რა თქმა უნდა. კაი, გავარ ხანაში რა. ეკენი და მე ნუ გამრე რა. არაც. ეგენი კი არა, შენ გაჩუნდი იწყე. მოდი შვილო დაჯექი აქ. მოდი. არა. მოდი დაჯექი. მოკლედ. ინი მომისმინე ჩვენ არაფერი არ გამოგვივა რა. ეხ ცოტა დამშვიდდი, დავაგდი. ოჯახში სიტუაცია დაწყნარდება და ყველაფერი კარგად იქნება, კაი? ისეთი მშობლები მყავს, არაფერი არ იქნება კარგად. და ისე თუ გააგრძელე, საერთოდ არ მოგვარდება და არ დაალაგდება არაფერი და ისე რაღაც შანსი მაინც გაქვს, ხო? ინი მომისმინე ერთო. დამიჯერ ჩვენ ერთად ვერ ვიქნებით რა. მოდი კარგ მეგობრებად დავრჩეთ, ხო? ხვეწე, სხვანაირად არ გამოვა რა.
რაო, რა თქვა? არაფერი დამშვიდაც. მაინც რა თქვა რა? არაფერი შენ პირდა რომ აღარ მოვიქცევიო ეგრე. მერთმა დაგლოცოთ შვილი. წავიდი. კარგად. მოხმის. მოიცადეთ. მარშრუტკამდე გაგაცილე. ხდებოდი ბიძა ჩემო ჩავალთ არ არის. ყური დამიგდები ბიჭო შენა. მაშინ რო გაილახეთ არა? მაგარი ღირსები იყავით. მაგრამ ცხონებულ მამა ჩემის კუბორო არ ყოფილიყო ამ ოჯახში არა? უფრო მაგრა გაილახებოდით, გაიგე? მაგრამ რახან ახლა ჩამოხოდით და კაცურად შეაფასეთ სინამდვილეი. ეგ კაი. არა ხო, ჩემი მეგობარია ბოლოს და ბოლოს. მომისმინე ბიჭო. ნინი დღეიდანა არ ჩენი მეგობარი არ არის. და მით უმეტეს კიდე მიკარებული აღარ დაგინახო მაგასთანა, გაიგე? ბიძა ჩემო, ეს აშუაშია. შენა ბიჭო, ვაფშე არავინ გეკითხება, გაიგეი? დავით ხარ. მაკა რა დაწვი? არაფერი. საბა მოლანდებები დამეწყო? რა ეტყობა ფანჯრიდან შემოვიდა. ვინ უშვებს ამ კეჟერაძეების რძალს გასთან ერთი გამაგებინა. უილეი მართლა ლიზიკას ველაპარაკე. მე ეხლა უნდა მეუბნებოდე? ბენზინა ტელევიზორთან ახლა არ გაგაღვიძა. პირველად გამაღვიძებდი თუ რაო ბავშვმა, როგორ ვარო, რა სჭამს? რა ვიცი, კარგად. ბედნიერია თურმე ძალიან. დასეკას დისნეილენდში ყოლე. ნინებსალოს დებო. რო დარეკავს კიდე გამაღვიძე აუცილებლად დამალაპარაკე. ხო, მაგრამ დათო სათხარ მთელი დღე? ამა საწის სახლში მოსასვლელათაც ვიზა უნდა. ვირაკო, ვიჭე, როგორ ახლა? თუმცა ვერ დავიძინებ, როგორ დავიძინებ? ავი, არა, არ გამოყოდეს მაინც ვაფშო. გონი ლავიწის ძვალი მომი. ვიზა შეჭება, არა უნდა ავი. ამის ვიზას ეხა სანამ ვადა არ გაუვა, ყოველდღე უნდა სვას? აუ, ბიჭო, ესე იგი, შენ გუში რაც გელაპარაკე, ვაფშე არაფერი არ გაქვს, ხო? ვიზა ავიღე, შეჩემა, ვიზა, ეხა დავაი დროზე და გამოგაზე ჩემთან, რა. მიდი გელოდები, მიდი, დავაი, მიდი. ბაკუშ, მიდი რა რამე მისაყოლებელი გაგვიჩნდა, ირაკლა უნდა ამოვიდეს დროზე რა. კაი. სიტუაცია მომახსენეთ. 252 ქალაქი დარჩა. კაპიტანო, შეხედეთ. აჭენ ყველაფერზე შენ. აბარა. რავად. მადლობა გინაცვალე. გაიხარე. ეს ნახე რა მაგარი ნაშაა შეჩემ. ნე? ჯო არ ვიცი, მე მგონი ახალია. ახალია და ძალიან მაგარია რა. ხო და რას გეუბნებოდი რა? მე რაბამ დამირეკა რა. გუშინცი. ოდა რაღაცა ჩაუჯდეთო ჩემთანო ვინო ისა ის რა მწრეველა იქ ჩემი საიგა და ვიდეო რაღაცა ვინო და ორი ლოდი მომიტანეთ კიდე ისე გელაპარაკება გეგონება ჯერ არ უნახია რა კაი შეეშვი რა
ხო და რას ვამბობდი რა? მე გადაერთო მანქანებზე, აიწყო ეს სპორტული რაღაცა ისა რაღაცა. რაღაცა ტყავის აღონი. აბსოლუტურად გამოშტერდა თუ. რა ვიცი, მე ცოლი მოიყვანოს ამ მანქანების ყიდვას, ვარჯობია. აგარი სირია რა. ბიჭო მაგარი ლუდი აქვს რა. ო ბაზარი არ არის, ლუდი კაი აქვს. მაგარი სულ. ქალები მაგრად არ აინტერესებს მაგას, ხო იცი რა როჟია? შენ დეა ხო? დიახ. დე არ გინდა ჩემთან ჩამოჭდე? არა. რატო? კლიენტთა ჯდომა არ შეიძლება. შენ რა კანონმორჩილი გოგო ხარ და? ხელი გამიშვი. კაი, გაგიშვი. ერთი წუთი. აი შეეშვი. გისმენთ? დე რა უგლელი ხარ შენ? იცი, სხვა მაგიდებსაც უნდა მოვემსახურო. ერთი წუთი. დიო რა გჭირს? გისმენთ? აი ახლა წადი და მოემსახურე. დაშრე, შენი დედა შერე. გოგო. აი, დაგრა, გაპონტარი. აი, დაგრა, მოგი დედა მოხარ. აი, დაცოს დაუძახე. მოვი დედა შერეცი თქვენი. აი, დაშრე. აი, რა მოხდა? მაგიდეს რო ვალაგებდი. ტრაქზე მომარტყა ხევი. მე ვეღარ მოვითმინე და ლუდი შევასხი. აქ დარჩი არ გამოხდა. რატომ მიჭერ? ბიჭო, ამათი დედა მოხარ. მაგის ბოზადარა დედა მოხარ. როცა დამოძახებულია და უკვე წუთი მოვა. და დაწვით მაშინე, ჩალო, დასახურები ხარ. აი, თქვენი მეგობარი სანამ პატრულში დავდო. კარგი, ქალბატონო, არა, მივდივარ და პოლიცია და ხიფიში გვინდა. განდი რა ბიჭო, მე მიჩა. ძალიან ინერვიულია. ხო, რა ვიცი რა. ვერ ვიტან რა, რაც შეურაცხყოფას მაყენებენ. კიდე კარგად შეიკავა თავი, თორემ მე შენ ადგილას წარმოდგენაც არ მინდა რა დავაკეთებდი. ხო, რა ვიცი, მე მგონი მეც ედმეტი მომივიდა ცოტა. შენ მაგაზე არ ინერვიულო, შემდეგისთვის უბრალოდ დამიძახე. კაი? კარგი. ეხლა დაისვენე დღეს. გოგოები შეგცვლიან. მანჩო, მადლობა. არა. სათხარე. მიდი დროზე გელოდები, მოდი, მიდი. აი. მაგო შეიძლება დაიდი რა. თავის ოთახში მე მგონი წამოწოლილი. ოთახში შევა მე კამ შეიძლება დარეკოს და დაველაპარაკებს კარ. აუ ჭიქები გამოიყარა კარანაში. კაი, მიდი, აი მოვიდე კიდეც. შევა. აიში. დაარი. მისაყოლებელში რა მისაყოლები. ჩიპსი რა. ბიჭო, ხომას გავიცი. ჩიპსი დავინო რანაირად დააგავშიდე ერთმანეთს. ვინოს ვსვავთ ბიჭო? მე არაყი მეგონა. არა, არაყი, მაგარი ვინო მაქვს შეჩემა და ვაფშე მოიცადო. საღურჩი. ამაზე წავლობს ბიჭო ხალხი? შენ ადვილად მოგცეს. ბიჭო, მამეთ მეც ვიფიქრე თავიდან, მაგრამ მე რა დავფიქრდი რა მოხდა ხა მამეთ რატომ უნდა მოიცა ჩემთვის რა? ეგეც არის რა. რა ვიცი. ვიდეოში მომიცი ხა შენეგა. სამე ვინოს გამოვიდა. და მე მაგარი შეუბეროთ რა. ბაზარია რა დავაშვა. დაჯექი შენ. როგორ ჩაიარა პირველმა სამუშაო დღემ? კარგად. არ გეტყვი. აი, დავიღალე გიორგი. პირველი სამუშაო დღე იყო, თან დიდი ხანია არ მომუშავია. არა, საერთოდ რატო დაიწყე მუშაობა ვერ ვხვდი. აუ, გეხვეწები ხარ დაიწყო, ხო? არა, უბრალოდ დღეს რატომ უნდა ვიგებდი, ამას ვერ ვხვდი. გიორგი, არ იგებ დღეს, გითხარი, მაგრამ შენ არასოდეს არ მისმენ. სულ შენ პრობლემებში ხარ გართული. დიახ, მითხარი რა გაკლია რა.
ან რა არ თან ოფიციანტად კაი რა რა იყო გიტყდება? ოფიციანტად რომ მუშაობ პირველად გაიგე? და სად გამიცანი არ გახსოვს? მითხარი გიტყდება? არა უბრალოდ არ მინდა და არ მსიამოვნებს რომ მუშაობ. და რამდენი სირი დადის. უბრალოდ შენზე ვნერვული. გეხვეწები არ გვინდა ხო? გიო. კაი. ბიჭო, პასპორტი გადამივარდა, ხო? ნე, ჭადი დამოიტანე შეშ. მეზობლის აიმაზე ჩამივარდა, ბიჭო. მაინც და მაინც იქ არ ცხოვრობენ რა. აუ, თან ქარია და ეხა უეჭველი წაიღებდა. აუ, არჩი შენგელიებთან გადავალ ეხა მე რა და იმათი აიმიდან ჩავძვრები. სად ჩაძვრები, ბიჭო, ხო არ გადაირე, მეც მოვდივარ. არა, მოიცადე. მის ეხა ლეილან მაგა თუ გაიჩიტა, ხარი სიგარეტზე ჩავიდა, მაგათი ტვინის ტყნის თავი არა მაგ ეხა რა. აქ იყავი. ხარაშო, ხარაშ, დავай. რა ხდება? გამარჯობა ქალბატონო ლეილა. დათო სად არის? სიგარეტ ჩავიდა და ამოვა. რა სიგარეტზე ჩავიდა, მაკამ დილას 2 პაჭკა ამოუტანა. აუ, ეგ უკვე მოვწიეთ. ამდენი რა მოგაწევინათ? რა ხდება? მე დათო გადავარდა. სად გადავარდა? ჩემი აიმიდან ჩქარა. მაი მე დავიღუპე. რა ხდება? გამაგიჟებს ეს კაცი. ადამიანმა თქვა პასპორტი ჩამომივარდაო. ვერ გავიგე რა შუაში აქვს სხვის საკუთრებაში შეჭრა. ქალბატონო დაწყნარდით. თქვენი სიძე სხვის საკუთრებაში მყოფებოდა, როდესაც გამოძახება მივიღეთ. და ძირს რო ჩამოვარდნილიყო და ტვინი დაესხა, აქ მაინც სხვის საკუთრებაში იქნებოდა? რა უნდა იქნა, კაც, დაკეტილი სახლი იყო ძმაო რა. ერთი გამაგებინა ვინ დარეკა რა. უფროსო, დაკეტილი სახლი იყო და ქარი წაიღებდა იმ პასპორტს რა. ამოგივიდა თო. თქვენი ჭირიმე მეზობელი არ ყავთ? ქალბატონო მაცადეთ მუშაობა. შვილკ არ ჩაგვარდნიათ მეზობელთან, თუ სულ კარზე კაკუნით ჩადიხართ ხოლმე ამოსატანად. თან გითხრათ კაცმა, არავინ არ ცხოვრობდაო. შემეშინდაო, ქარი იყო, ვერ გავიგე რა არის ამაში გაუგებარი. ქალბატონო მაცადეთ მუშაობა. შენ მიდის? საწავარდა. აუ, მაგუს ეხლა დედაშენს უთხარი რა, გაჩერდეს, თორე უარეს გამიჩამიჩებს რა. კაი, გაარკვევს რა ხდება და მოვა. მაგანის გაარკვიოს, ვინ დარეკა რა. სულ აი ამ ფეხით უნდა ვცერდოს შვილი. ბატონო დავით, ახლა თავისუფალი ხართ, მაგრამ შემდგომში ასეთ ქმედებებს მოერიდეთ. კარგად ბრძანდებოდეთ, ნახვამდის? კარგად. ნახვამდის ქალბატონო. ლეილა დედა, რა უთხარით ასეთი? რაც საჭირო იყო. შეკიდე რამ გამოგაშტერა? რას დაარბენინებ ამ პასპორტს პატარა ბავშვით? ადექიე. გაი, ფრთხილა და მორჩი ეხლა. შენ კიდე მომეხმარე რომ ეხმარებით, ეხმარებით, ლეილა დეიდა. არ გსხვენია. მაგუშ, ჩემი პასპორტი ხო შენ გაქვს? მე მაქვს, მე. ხო, შემინახე რა გარდა. შეგინახე. ლეილა, ერთი წუთი. დალევა საფიროდნენ, დალევა აიმაზე გავა. ფაქტია, რომ შენი დაუდევრობის გამო თელ კლინიკას იმიჯი უკუჭდება. ჩათვალე რომ ეს გაფრთხილებაა. გასაგებია. ძალიან კარგი. ისე მოუსმინე რა. მენდობი მე. ამდენი ხანია გისმენ და გავიგე რაც უნდა ვქნა. ისიც ვიცი რომ მიგვალ რა უნდა დაველაპარაკო. თუ მომანდე ეს საქმე გარე მე მიყვანე ბოლომდე რომ დავამთავრო. ესე იგი გიყვართ სამკაულები არა? როგორც ყველა ქალს. ამიტომ ესე კარგად გახსოვთ ქალბატონი ნატას ბეჭედი, ხო? ხო, მაგრამ არ მინდა მე მაგათ ურთიერთობაში ჩარევა. რა ჩარევა? ეს რა ჩარევა? არ იცი სოფოს როგორი დამყური ხასიათია. ერთი დიტო აესზე გაუკეთებს და ყველაფერს იმის ჭკუაზე აკეთებს. აი მე დავიღუპეთ. დათო! დათო! რა ხდება, ლეილა? აი მე დავიღუპეთ დათო. დათო.
პარიში კორპუსი ჩამოგრეულა თურმე.